გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების ორი ფაქტია გამოავლინეს ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვასამეურნეო ნარჩენები დაბინძურდა. ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა გემების სამართალდამღოებად სცნოდა თითოეულს 100,000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა რა კეთდება შავი ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ან მინიმუმამდე დასაყვანად ყოველ შემთხვევაში და ასევე უკანონო თევზჭერის ფაქტების აღკვეთისა და პრევენციისათვის აი ამ თემაზე სასაუბროდ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით ბატონ ტარიელ, მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ტარიელ, როგორც კანონმდებლობა ზრუნავს და თქვენი სამსახური ზრუნავს, შავი ზღვის დაცვა და დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა პრიორიტეტია, სახელმწიფო პრიორიტეტია და საინტერესოა როგორ ახორციელებთ კონტროლს, გარემოს დაცვით ზედამხედველობას და ზოგადად კონტროლს შავ ზღვაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა გამომდინარე იქედან, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობისთვის ყოველწლიურად მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ზღვის მიმართულებით კონტროლი. ჩვენ გვაქვს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო, თქვენ ახსენეთ, რომ ბოლოს იყო ორი ფაქტი, სადაც 100,000 ლარიანი საჯარიმო სანქცია გამოიწერა თითოეულ გემზე. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასთან. კეთდება როგორც ერთობლივი ღონისძიებები, ასევე დამოუკიდებელი. რაც შეეხება შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამმართველოს, ძალიან მოკლედ და ლაკონიურად რომ ვთქვათ, ეს არის საკმაოდ სტრატეგიული მნიშვნელობის დონის სამმართველო ჩვენი დეპარტამენტისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ გვაქვს ორი ძირითადი, ესე ვთქვათ, ლოკაციური მიმართულებები. ეს არის ბათუმის და ფოთის მიმართულებები. აქ იგულისხმება შესაბამისი ნავსადგურები, სადაც კონკრეტული სხვადასხვა სპეციფიკაციის გემები მოდიან, ესე ვთქვათ, შემოდიან ნავსადგურში და ხდება როგორც დათვალიერებები, ასევე სპეციალური პროტოკოლის წესით შესაბამისი ინსპექტირებები. ორი ძირითადი მიმართულება აქაც კიდევ რო გამოვარდეთ, ეს არის პირველი, რა თქმა უნდა, ზოგადად გემების დაბინძურების, ესე ვთქვათ, მოწყვლადობა, თუ როგორია გემების გამწმენდი, ესე ვთქვათ, საშუალებები, რამდენად წყობშია და მეორე ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, ეს არის თევზჭერის ლიცენზიების კონტროლი და ზოგადად თევზჭერის კონტროლი კვოტების შესაბამისად. საინტერესოა დაბინძურების ფაქტების და კანონდარღვევების ფაქტების სტატისტიკა როგორია? რაც შეეხება სტატისტიკას, მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს 2025 წელს, კალენდარულ წელს, ვნახავთ, რომ ჩვენმა კონვენციურმა სამმართველომ, რომელიც კონკრეტულად შავ ზღვაზე არის ორიენტირებული და კონტროლზე შეამოწმა დაახლოებით 250-ზე მეტი გემი სხვადასხვა პარამეტრებისა და სპეციფიკაციის. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, საკმაოდ დიდი შრომა გაიწია 2025 წელს, საიდანაც გამოვლინდა 100-ზე მეტი სამართალდარღვევა და სამართალდარღვევები ცხადია და იყო სიმძიმეების მიხედვით, აქ ძირითადი ნაწილი მოსახლეობას რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, მოდიოდა თევზჭერის წესების დარღვევაზე, ასევე ქონდა გარკვეული ფაქტები გამოვლინდა ზღვის დაბინძურების, როდესაც სხვადასხვა დროშის ქვეშ გულისხმობთ უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემები აბინძურებდნენ ზღვას და ასევე სხვადასხვა დოკუმენტალური და პროცედურული ნაწილი, როდესაც ამ შემთხვევაში გემის კაპიტანს კონკრეტულ გემზე არ ქონდა გამართული. ეს ყველაფერი ცხადია ფინანსურადაც აკუმულირდა და მიაღწია დაახლოებით 1,300,000 ლარზე მეტს, რაც მხოლოდ აი ამ ესე თქვა დარღვევებით შევიდა ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტში 2025 წელს. რაც შეეხება გარემოზე მიყენებულ ზიანს, დაახლოებით 50,000 ლარამდე მიაღწია. ასევე დავამატებ მცირედით, რომ მიმდინარე 2026 წელს არასრულ სამ თვეში აღსანიშნავია და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ უკვე 45 გემი შევამოწმეთ ძირეულად განხორციელდა ინსპექტირება. მინდა გითხრათ, რომ დარღვევები საბედნიეროდ შემცირებულია, რაც გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, ხოლო 3 დარღვევა იყო მიმდინარე 45 გემის შემოწმებიდან, ძირითადად ეს იყო ზღვის დაბინძურება და ასევე სხვადასხვა პროტოკოლური დოკუმენტაციების გაუმართავობა.
ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც აინტერესებს როგორ ხდება შემოწმება. ეს არის ოპერატიული ჯგუფი რეიძზე მდგომ გემზე შედის და კონკრეტულ მონაცემებს სწავლობს. არა რეიძზე მდგომი ზღვაში ხდება, ღია ზღვაში ხდება გემების შემოწმება საქართველოს აკვატორიაში. როგორ ხდება ზოგადად ის შემოწმება, რომლის შედეგადაც ეს კონკრეტული დარღვევების გამოვლენა ხდება. ძალიან საინტერესო კითხვაა, შევეცდები მარტივად დავხსნა. პირველი ძირითადი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, სპეციალური ჯგუფები, რომელიც ინსპექტორების ჯგუფებად იწოდება გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში, კონკრეტულ ესე ვთქვათ ნავსადგურებში, მე ორი ძირითადი მიმართულება გამოვყავი, ბათუმისა და ფოთის მიმართულება, შესაბამის სხვადასხვა პარამეტრების გემებს გეგმიურად წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებენ სხვადასხვა ტიპის მიმართულებით. აქ გამოიყენება სპეციალური საშუალებები ინსპექტირების დროს, ხდება პირველად ეტაპზე, რა თქმა უნდა, გემის დათვალიერება, თუ რამდენად გამართული აქვს გამწმენდის საშუალებები, შემდგომ უკვე ხდება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ლაბორატორიული ჩარევები ჩვენი მხრიდან და ამის შემდგომ უკვე ამას ეძლევა ყველაფერს სამართლებრივი, ესე ვთქვათ, ნაბიჯები. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება, ესე ვთქვათ, ადგილზე ფიზიკური შემოწმებებისა, თქვენ იცით, რომ უკვე წლებია საქართველოს მიერთებულია სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო კონვენციებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება, რომელსაც ვასრულებთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უკვე ჩვენ დავნერგეთ რამდენიმე წელია, ეს არის ერთიანი ბაზის შექმნა არსებული გემების და ელექტრონული მეთვალყურეობის პროგრამაში ჩართვა აღნიშნული გემების. აქ შედის როგორც ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები, ასევე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომლის ინსპექტირებები ხდება სხვადასხვა ეტაპზე, როგორც ჩვენს ესე ვთქვათ ეროვნულ წყლებში, საქართველოს წყლებში, ასევე ჩვენ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო, ვაკონტროლებთ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებს სპეციალური პროგრამით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე წლის წინ. ძალიან საინტერესოა. ამბობთ, რომ აი თქვენ თქვით, ახსენეთ, რომ შემცირებულია დაბინძურების ფაქტები, თუნდაც შემცირებულია ისიც ნავთობის დაბინძურების ფაქტებიც. რა მიზეზია? ეს არის გამკაცრებული კანონმდებლობა, ეს არის ის 100,000-იანი ჯარიმა, თქვათ, რომელიც იმ ორმა გემმა მიიღო. ვინ განსაზღვრავს ჯარიმას? ეს არის კანონმდებლობით თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით? ეს დეტალებიც ვაუბრობთ. საინტერესოა ძალიან. პირველ რიგში შევეხები იმას, რომ რა თქმა უნდა, ნავთობპროდუქტებით, კონკრეტულად ხას გავუსვამ ნავთობპროდუქტებს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოფთ სამართალდარღვევებს, ესე ვთქვათ, შესაბამისი პროცესებით და ნავთობპროდუქტების დაბინძურება ითვლება ერთ-ერთ მძიმე, ესე ვთქვათ, დარღვევად შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესე ვთქვათ კონკრეტულ სტატისტიკურ ჭრილში ნავთობპროდუქტების დაბინძურება შემცირებას ხედავთ ტენდენციას, ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად ბოლო 3 წელს ან 5 წელს, ვნახავთ შემცირებას, ეს უნდა მივაწეროთ ორ ძირითად ფაქტორს. პირველი, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ მუშაობდით, რომ ყოფილიყო კანონმდებლობა დახვეწილი, ერთის მხრივ ეს ყოფილიყო კომფორტული მათ შორის გემებისთვისაც, თუმცა მეორე მხრივ გაზრდილი იყო საჯარიმო სანქციები. ჩვენ შევისწავლეთ შავი ზღვის აუზში მყოფი სახელმწიფოების საერთაშორისო პრაქტიკა და მათ შორის მინდა გითხრათ, რომ და გადმოღებული იქნა ეს პრაქტიკა, რაც მუშაობს მაგალითად ბულგარეთში, მაგალითად თურქეთში, ქვეყნებს ვასახელებ, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან ამ მიმართულებით, საზღვაო მიმართულებით. დიახ, და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს წარმომადგენლობა, მათ შორის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას შავი ზღვის აუზში არსებული ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც მინდა გითხრათ, რომ ასევე დამკვირვებელი ქვეყნების, ევროპული განვითარებული ქვეყნების ერთვებიან და საქართველოს მათგან იღებს ბოლო განსაკუთრებით 3 წელია ძალიან დადებით შეფასებას, რაც მათ შორის საქართველოს მთავრობის ძალიან დიდი დამსახურებაა გამომდინარე იქიდან, რომ მე რაც ვახსენე ერთის მხრივ ეროვნულ კანონმდებლობაში და მეორეს მხრივ საერთაშორისო საზღვაო კონვენციებში არსებული ვალდებულებების შესრულება, ჩვენ რომ ფორსირებულად დავიწყეთ, ეს იყო ძალიან პოზიტიური ეფექტის მომტანი, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების თვალსაზრისით. რას იძლევა, რა შედეგის და რა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა არსებული შედეგები, არსებული პრაქტიკა? არის თუ არა საჭირო კანონმდებლობა
კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება, უფრო უკეთესი შედეგის მომტანი ხო არ იქნება, ან დავრჩებით იმ კანონმდებლობაზე და იმ სანქციებზე, დარღვევებისათვის, რომელიც უკვე გვაქვს. თქვენ ახსენეთ, რომ ვიყენებთ საერთაშორისო პრაქტიკასაც და ვქმნით ჩვენ კანონმდებლობასაც. რა შედეგამდე მივდივართ, რა დასკვნებამდე ხომ არაა საჭირო ვთქვათ იგივე კანონმდებლობის გამკაცრება, სანქციების გამკაცრება ამ მიმართულებით. კი ბატონო, ჩვენ კანონმდებლობის გამკაცრების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად თანმიმდევრელები, ამას რა თქმა უნდა აფასებს მათ შორის გარე დამკვირვებელი სხვადასხვა უწყებები, განსაკუთრებით ზღვის მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში რაც მე ვახსენე, გადადგმული ნაბიჯები იყო საკმაოდ თანმიმდევრული, ეს არ ყოფილა ფორსირებული და დაძალებული, ესე ვთქვათ, იყო კონსულტაციები მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, მათ შორის შესაბამის, ესე ვთქვათ, ოპერატორებთან. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებები იყო ჩართული, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ეფექტური შედეგის მომტანი გახდათ აი ამ წლებში, მაგრამ რაც შეეხება მომავალს, თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არსებულ კონვენციებში და ესე ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებაში ნაკისრო ვალდებულებების შესრულებას სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ეს ასევე მოიაზრებს მომავალში გარკვეული საკანონმდებლო ნორმების მათ შორის გადახედვას. თუმცა მე დაგითხრათ, რომ დღეს საქართველო მათ შორის არა ესე ვთქვათ სუბიექტურად გარეთვალით დანახული და გითხარით კონკრეტული სახელმწიფოები ფასდება ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ შავ ზღვაზე გარემოსდაცვითი კონტროლის მიმართულებით. საინტერესოა სანქციების რაოდენობა როგორ განისაზღვრება და როგორია სანქციების რაოდენობა. კი ბატონო, სანქციების რაოდენობა საკმაოდ საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინ მანამ სანქციები ესე ვთქვათ დაიხვეწებოდა და ზოგადად საკანონმდებლო ნორმები დაიხვეწებოდა, იყო საკმაოდ დაბალი სანქციები, შესაბამისად აღნიშნულ გემებს, რომლებიც საკმაოდ ესე ვთქვათ მაღალ შემოსავლიან ეკონომიკურ ტრანზაქციებს და მათ შორის შემოსავლებს იღებენ, მათთვის ეს არ იყო ესე ვთქვათ უხეშად რომ ვთქვათ შემაშინებელი, თუმცა დღესდღეობით ეს საჯარიმო სანქციები გარკვეულ პროცედურულ ნაწილში იწყება 2000 ლარიდან და ადის 100,000 ლარამდე. ეს არის საჯარიმო სანქციები, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა ესე ვთქვათ დარღვევის ტიპს და ასევე საჯარიმო სანქცია მათ შორის განისაზღვრება თუ რა სპეციფიკაციის და რა პარამეტრების გემიდან ხდება მათ შორის სხვადასხვა მავნენითირებების ჩაღვრა ან რაიმე სხვა წესის დარღვევა. შესაბამისად, ეს ყველაფერი საკმაოდ მოქნილია, დღესდღეობით საკმაოდ მოქნილად მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ 2026 წელს მე ვახსენე, რომ არასრულ სამთვეში 45 გემის ინსპექტირებაა მოხდენილი და დღესდღეობით მონეტარულად უკვე 300,000 ლარამდე საჯარიმო ესე ვთქვათ სანქცია არის მონეტარულად შესული სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანი დაახლოებით 10,000 ლარამდე. ბატონო დარიო, საინტერესოა მარტო გემების კონტროლით შემოიფარგლება თქვენი სამმართველო, შავი ზღვის კონვენციური სამმართველო, თუ კიდევ სხვა სახის კონტროლიც მიმდინარეობს შავ ზღვაზე? რა თქმა უნდა, სხვა სახის კონტროლიც მიმდინარეობს, ეს არის სტრატეგიული მიმართულება გემები, სხვა სახის კონტროლს რაც შეეხება, ეს გახლავთ შავ ზღვაზე არსებული თევზჭერის ლიცენზიანტების კონტროლი, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, რომ შავ ზღვაზე შესაბამისი სააგენტოს მიერ გაცემული სხვადასხვა ტიპის ლიცენზიები, კონკრეტულ ლიცენზიანტებს დაწესებული აქვს შესაბამისი კვოტები, რა ესე ვთქვათ, სახეობისა და კვოტირების შესაბამისად უნდა მოახდინონ თევზჭერა, მათ შორის რა ესე ვთქვათ, საშუალებებით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ამ კუთხითაც საკმაოდ კარგი გამოვლენები გვაქვს, შევამოწმოთ აღნიშნული ლიცენზიანტები, მივცეთ მათ შესაბამისი რეკომენდაციები საჯარიმო სანქციების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, დარღვევის შემთხვევაში გამოვწეროთ ეს საჯარიმო სანქციები და აი ეს ელექტრონული პროგრამა, რომელიც მე ვახსენე, მათ შორის საკმაოდ აქტიურად მუშაობს აი თევზჭერის მიმართულებით, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე. თქვენ იცით, რომ კონკრეტულ გემს, მათ შორის უცხოურს შეუძლია საქართველოს დროშის, ესე ვთქვათ, აღება შესაბამისი ლიცენზიით და მას წასვლა და განხორციელება თევზჭერის საქართველოს საზღვრებს გარეთ უცხოურ წყლებში. საკმაოდ რთული იყო ამ ესე ვთქვათ რეგულაციის შესრულება ჩვენთვის, როცა დაგვევალა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თუმცა დეპარტამენტმა შეძლო ის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან აწარმოა მოლაპარაკებები და დღეს მაგალითად ისეთი განვითარებული სახელმწიფოები ფლოტის კუთხით,
როგორც არის დიდი ბრიტანეთი, როგორც არის ნიდერლანდები, როგორც არის მაგალითად თურქეთიც რომ ავიღოთ, ჩვენ ვიყენებთ ზუსტად და სწორედ იმ ელექტრონულ საშუალებებს და პროგრამებს, რომლებიც ეს განვითარებული სახელმწიფოები შორ მანძილზე მცურავი გემების საკონტროლებლად. ძალიან საინტერესოა და მართლაც ამოუწურავი თემა, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. მადლობა სტუმრობისათვის და პასუხებისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.